მოგესალმებით ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრიდან. ეთერშია სათემო რადიო, რომელიც ფუნქციონირებს გერმანიის მთავრობისა და დივიის საერთაშორისო მხარდაჭერით, პროექტის მისი ხმის ფარგლებში. პროექტის პარტნიორია გერმანული სათემო რადიო Z. პროექტის მისი ხმის ფარგლებში შეიქმნა 12 სათემო რადიო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი რადიოს მოსმენა შეგიძლიათ ონლაინ ვებგვერდზე HerVoice-G. ჩვენ კი შევეცდებით შეგიქმნათ სასიამოვნო განწყობა და ერთად გატარებული დრო იყოს დასამახსოვრებელი. თქვენთვის ეთერში მუშაობს ნინო ფატარიძე. ახლა კი რუბრიკა კალენდარი. ამ რუბრიკით გაგაცნობთ საინტერესო ქალბატონებს, რომლებიც აგვისტოს თვეში არიან იუბილარები. უიტნი ჰიუსტონი. უინსტონ ელიზაბეთ ჰიუსტონი დაიბადა 9 აგვისტოს 1963 წელს. ამერიკელი მომღერალი, მსახიობი, პროდიუსერი და მოდელი. 2009 წელს გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ დასახელდა როგორც ყველა დროის ყველაზე მეტი ჯილდოთი აღნიშნული მომღერალი. იგი აგრეთვე ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი შემსრულებელია. ჰიუსტონის მოხვედრა მუსიკალურ ჩარტებში და აქტიურმა გამოჩენამ MTV-ის ეთერში დაწყებული სიმღერით How Will I Know შთააგონა სხვა აფრო-ამერიკელი შემსრულებელი ქალებიც. უიტნი ერთადერთი შემსრულებელია, რომლის Z7 სინგლი ბილბორდში ნომერ 1 პოზიციაზე მოხვდა. მისი სადებიუტო ალბომი იქცა ისტორიაში ქალი შემსრულებლის ყველაზე გაყიდვად დისკად. Rolling Stone-მა მას უწოდა 1966 წლის საუკეთესო ალბომი. ჰიუსტონის სამსახიობო დებიუტი შედგა რეიჩელ მერონის როლში რომანტიკულ თრილერში „პირადი მცველი“. მან აგრეთვე ჩაწერა სიმღერა ფილმის საუნდტრეკისთვის. ჰიუსტონი იქცა პირველ შემსრულებლად, რომელმაც ერთ კვირაში ალბომის მილიონზე მეტი ასლი გაყიდა. იმავე ალბომით იგი არის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომის ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებელიც. უიტნი გამოჩნდა სხვა ფილმებშიც, როგორიც იყო „გამოსვლის მოლოდინში“ და „მღვდლის ცოლი“. უკანასკნელი საუნდტრეკი იქცა ისტორიაში ყველაზე გაყიდვად გოსპელურ ალბომად. 2012 წლის 11 თებერვალს ჰიუსტონი იპოვეს გარდაცვლილი. ოფიციალური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იგი ტრაგიკულად დაიხრჩო აბაზანაში, ხოლო ხელშემწყობი მიზეზად დასახელდა გულის შეტევა და კოკაინის მოხმარება. მისი გარდაცვალების ამბავი დაემთხვა გრემის 2012 წლის დაჯილდოებას და ფართოდ იქნა განხილული ამერიკულ და საერთაშორისო პრესაში. რუბრიკა პორტრეტებით. გვინდა გაგაცნოთ ჩვენს გვერდით მცხოვრები ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, თუმცა მათი საქმიანობით და ისტორიებით გამორჩეული ქალები. ამ რუბრიკის სიუჟეტები. დღევანდელი სიუჟეტები მოამზადეს მოხალისე ჟურნალისტებმა ელენე დათებაშვილმა და თიკო ინდუაშვილმა. ირანდა ჩუტკერაშვილი გოგონა, რომელმაც სტერეოტიპები დაარღვია და ძალოსნობის გზას დაადგა. ის მხოლოდ 12 წლის იყო, როდესაც ამ სპორტში პირველი ნაბიჯი გადადგა. მირანდა გვიყვება, როგორ მოიხიბლა ამ სპორტით და როგორ გააცნობიერა, რომ ძალოსნობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა. მისი ამბავი არა მხოლოდ თამაგონებელია, არამედ ცხადყოფს, რომ ნებისმიერი ოცნება შესაძლებელია თუ გულით გწამს საკუთარი ძალისა და მონდომების. თავიდან მომწონდა ძალიან. რადგან არის ინდივიდუალური სპორტი, ასევე პირველივე შეჯიბრზე დავინახე კონკურენცია, რამაც დამაკავშირა ამ სპორტთან, მოდი ასე ვთქვათ და მის მერე უკეთესად ვარჯიშობ, უკეთესი მონდომებით და ისტორიულად სპორტი ძირითადად მამაკაცების სფეროთ ითვლებოდა, მაგრამ დღესდღეობით ქალებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სპორტულ სამყაროში. ქალი სპორტსმენები, მათ შორის მირანდა, ყოველდღიურად ეძახებიან განსხვავებულ გამოწვევასა და შესაძლებლობებს, რაც განპირობებულია გენდერული თანასწორობით.
არის რაღაც უნიშნელო წამოძახილი თუ რა უნდა ქალს საოცნობაში, რატომ უნდა წევდეს სიმძიმეებს და ამდაგვარ რაღაცები, რაც პირიქით გვაძლიერებს და მართლა არ უნდა მიაქციოთ თქვენს ყურადღება ასეთ რაღაცებს. და აუცილებლად უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს არის დიდი ტყუილი. იგი საუბრობს მის მიზნებზე და მის სწრაფებებზე სპორტულ კარიერაში. ამაში მინდა მერქვას საუკეთესო ქალი ძალოსანი სპორტსმენი მსოფლიოში. მირანდას მიზანია გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ქალი ძალოსანი, აჩვენებს მის ძლიერ სურვილს და მონდომებას. მის ამბიციას სჭირდება დიდი შრომა და ძალისხმევა, რაც არა მხოლოდ სპორტში, წარმატების მიღწევისთვის, არამედ გენდერული ბარიერის გადალახვისთვისაც მნიშვნელოვანია. მირანდას მაგალითი ანახებს, რომ ქალებს შეუძლიათ იყვნენ წარმატებულები. შემოგთავაზებთ რუბრიკას გენდერული ტერმინები, რომელშიც შევეცდებით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს ტერმინები, რომელიც უშუალოდ შეიძლება შეგხვდეს როგორც სოციალურ სივრცეში, ასევე ტელევიზიით და რადიო მაუწყებლობაში. ვფიქრობ, საინტერესო და სასარგებლო სიახლე იქნება მსმენელთათვის. გენდერი, სოციალური სქესი, განსხვავება კაცსა და ქალს შორის, რომელიც განპირობებულია არა ბიოლოგიური, არამედ სოციალური მოცემულობით. სქესი საწყისი პოზიციაა, რომლითაც ადამიანი იბადება, მას ბიოლოგიური ფაქტორები განაპირობებენ. რუბრიკა ჰოროსკოპი გაგაცნობთ ამთვის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისათვის. ზოდიაქოს ნიშანი ვერძი. დაეყრდენით იმას, რაც ამ თვეში ენერგიას მოგცემთ. იქნება ეს თქვენი განსაკუთრებული ადამიანებისთვის დროის გამოყოფა თუ ისეთ ადგილას მოგზაურობა, სადაც აქამდე არ ყოფილხართ. ზოდიაქოს ნიშანი კურო. ამ პერიოდში ბევრი გაურკვევლობა იჩენს თავს და შესაძლოა გადაწყვეტილებების მიღება გაგიჭირდეთ. მოსალოდნელია კონფლიქტი საყვარელ ადამიანებთან. ზოდიაქოს ნიშანი ტყუპები. თქვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა. კომუნიკაცია შეიძლება განსხვავებულად გამოიყურებოდეს იმის და მიხედვით თუ ვის ესაუბრებით და არ არსებობს სწორი ან არასწორი გზა ვინმესთან დასაკავშირებლად. ზოდიაქოს ნიშანი კირჩხიბი. ფინანსებზე ფიქრი ყოველთვის არ არის სახალისო, მაგრამ ამ თვეში გექნებათ შანსი გადააფასოთ თქვენი მატერიალური ქონება და პროფესიული მიზნები. ზოდიაქოს ნიშანი ლომი. ახლა მთვარესთან ერთად თქვენი სახლის ნიშანში თქვენი თვით შეგნება ამ თვეში გამძაფრდება. კარგი დროა თქვენთვის პირადი მიზნების გადახედვისთვის. გადით გარეთ და აღნიშნეთ თქვენი სეზონი საყვარელ ადამიანებთან ერთად. ზოდიაქოს ნიშანი ხალწული. ის უნდა გააკეთოთ, რაც გსურს. ნუ მიაქცევ საზოგადოების აზრს ყურადღებას. დროა საკუთარ ხმას მოусმინოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ბოლომდე გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი. ზოდიაქოს ნიშანი სასწორი. მეგობრებთან გულწრფელობამ იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობთ თავს, შეიძლება რეალურად გააძლიეროს კავშირები. გაატარეთ ხარისხიანი დრო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებთან ერთად. ზოდიაქოს ნიშანი მორიელი. თქვენ მიიღებთ გარკვეულ სიცხადეს თქვენი კარიერული მიზნების შესახებ. აგვისტოში ყველაზე დიდი ყურადღება რომანტიკულ ურთიერთობებს უნდა დაუთმოთ. უფრო მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან და ბედნიერებით დათქვით. ზოდიაქოს ნიშანი მშვილდოსანი. გიყვართ თქვენი აზრების დაუყოვნებლივ გახმოვანება, მაგრამ შეეცადეთ ყურადღება მიაქციოთ იდეებს, რომლებიც ჩნდება თქვენს უფრო მშვიდ მომენტებში. ამ თვეში განიხილეთ სემინარებზე დასწრება, რათა გაიგოთ რაიმე ახალი სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ. ზოდიაქოს ნიშანი თხის რქა. ეცადეთ, რომ 15 აგვისტომდე დასვენება მოასწროთ და ცხოვრების დაძაბული რეჟიმისგან განიტვირთოთ. თქვენთვის ყველაზე მეტად ბედნიერების მომტანი ოჯახის წევრების გარემოცვაში დროის გატარება იქნება. ზოდიაქოს ნიშანი მერწყული. ამ თვეში გექნებათ უამრავი შესაძლებლობა გადააფასოთ თქვენი პირადი ურთიერთობები. ასევე ახლა საუკეთესო მომენტია იმ ადამიანებთან ურთიერთობის დასასრულებლად, რომლებიც ცხოვრებას გირთულებენ. ზოდიაქოს ნიშანი თევზები. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. აგვისტო განტვირთვის, დასვენების, დაფიქრების და საკუთარი თავის პოვნის თვე იქნება. განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
ჩვენი დღევანდელი ეთერი დასასრულს მიუახლოვდა. გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილები და უკეთესი მომდევნო დღეების იმედით. ბოლოს კი გიტოვებთ სერიალს, რომელიც ვფიქრობ სასიამოვნო განწყობას შეგინარჩუნებთ. გამარჯობა, ხომ იცანით? კატო ვარ. ერთი კვირა გავიდა ჩვენი შეხვედრის შემდეგ. ძალიან ბევრი ამბავი მოხდა. პირველ რიგში ის, რომ ჩემმა ძმამ სანდრომ როგორც იქნა სკოლა დაამთავრა. აი მაგას რომ უყურებდი, მაგიტომ უფრო არ მინდა სკოლაში წასვლა. სულ ეზარებოდა და სულ რაღაცას იგონებდა. არა და ბებია ჩემი, სანამ არ გამოაფხიზლებდა, არ ეშვებოდა. მოკლედ სანდროს დიდი წამება დასრულდა. და როგორც ჩემი მშობლები ამბობენ, მალე ახალ ცხოვრებას დაიწყებს. რაც ცუდია, სადმე წასვლა როცა არ გინდა და გაძალებენ. აი მე სულ მიხარია საბავშვო ბაღში მისვლა და ჩემ მეგობრებსაც ძალიან უხარი. აი თუ გინდა ვკითხავ. ელენე, ხო გიხარია საბავშვო ბაღში წასვლა? ძალიან მიხარია. ეხლა ჩემი სახლის ამბები. ისე სამზარეულოში უნდა შევიჭრიდო. აქ სულ ტელევიზორია ჩართული. მამა შენი ზარწველოდები. შენ კი საათზე მეტი არას ტელეფონთან ხარ. და ბებია ჩემი, ჩვენ თუ არა ვარ, ტელევიზორს ელაპარაკება. ახლაც ვიღაცას ელაპარაკება. შენ გაიხარა, ეს ბიჭი გადასა, ეს გოგო არ ვიცი რა, ეს ვინ არის? ბებო, ვის ელაპარაკებოდი? ამაზე პასუხს არასდროს არ მცემს. დარწმუნებულია, რომ ვერ გავიგებ. ბებო, არ გესმის? ვის ელაპარაკებოდი? კატო, მოდი ბებო გენაცვალო, ბებოს სიხარული. რამდენჯერ უნდა გითხრა? ნუ მე ლაპარაკები, როგორც პატარას. დედა, კაი რა, რით ვერ დაიმახსოვრე? აღარ არის ეს ისეთი პატარა ენის მოჩლექით რო ელაპარაკო. კაი ხო, ლაშა როგორ არის? ლაშა მამა ჩემია, ხომ გახსოვთ? რავი, სიცხე აქვს ისევ მაღალი. მამა ჩემი გაცივდა და სიცხე აქვს. კატო, დროზე ისაუზმე, დღეს მე წაგიყვან ბაღში. ეს თუ წამიყვან საუცილებლად დავაგვიანებ. და არ მიყვართ ბაღში დაგვიანება. მალე წავიდეთ რა. დროზე ისაუზმე და აღარ დაგაგვიანდება. კაი ხო, დამისხრი papa. ეხლავე შენ შემოგევლოს ბებო ჩემი პატარა. კიდევ პატარაო ხო? არაფერსაც არ შევჭამ. აი თუ ეგრე არაფერს არ შევჭამ. არა, რა პატარა, რას ამბობ, ისევ თქვი ბებო, ჩვენ ხო მეგობრები ვართ. კაი, შევრიგდეთ, მასე ნომიყურებ, შენ შემოგევლო. დე, დღეს მე გვიან მოვალ სამსახურის მერე, გოგოებს ხვდები და კატო შენ გამოიყვანე ბაღიდან. ელენეც გესმის? გასაგებია. ელენე ჩემზე პატარაა, მაგრამ ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. თანაც ჩვენი დედები კლასელები იყვნენ. ისინიც მეგობრობენ. უიმში არა? სანდრო, სანამ სკოლაში დადიოდი, ერთხელ არ გაგიღვიძია დილი და ახლა რა ხდება? საქმე მაქვს. აუ, საქმე მაქვსო? ხო არ მომესმა. არა, ბებო, ნამდვილად არ მოგესმა. დღეიდან სულ ამ დროს გავიღვიძე. არ მჯერა. კაი, სანამ დაიჯერებ, წოინ და ბუტებროდი გამიმზადე. გთხოვ დროზე. კი ბატონო, ბუტებროდი ყველით თუ ძეხვით? ორივე იყოს. იყოს ორივე, ახლავე. ისე სანამ ბუტებროდი გამზადება, ვნახოთ ერთი აქ რა ხდება. ამ ზამთარს მხოლოდ რამდენჯერმე ჩამოვედი. სტამბულში მეც იშვიათად ვარ. კუნძულზე კი 4 წელზე მეტი აღარ ყოფილვარ. ჩვენი სახლები ერთმანეთის პირდაპირ დგას. მართლა? შეურიგდი გოგო შენც ამოვის ამოსვლა შეცდომა. უჰარა მაქვს ამათი თავი. სანდრო, მოდი ბებო მზად არის შენი ბუტებროდი. მადლობა.
ბებო, როგორ გამახარეთ ჩემო სიცოცხლე. აი უკვე დაგეტყო, რომ დიდი ბიჭი ხარ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხარ. ოჩახ, სხვანაირად არ შეიძლებოდა. აგერ კარს მოგადგა მისაღები გამოცდები, უნდა ადგე ადრე, რომ მოასწრო ყველაფრის გადამეორება. თან ესენის დილიდან ყველანი მიდიან და სახლში სული სიწყნარე იქნება იმეცადინე და იმეცადინე. მე თუ დილიდან მეცადინეობას დავიწყებ, მერე შერაღა გეშველება. შენ საყვარელ სერიალებს ხო ვეღარ უყურებ? უი, მე რას ამბობ, ოღონდ შენი მეცადინე და სერიალებს საერთოდ არ შევხედავ. დაურეკავ მერის და დაწვრილებით მომიყვება ყველაფერს. სულაც არ მჭირდება ყურება. ოღონდ შენი მეცადინე და ისე საიდან მოიტანე, რომ მეცადინეობას ვაპირებ? აბა? დღეიდან მუშაობას ვიწყებ, ბებო. მუშაობას. მეხუმრები, ხო? არა, მართლა გლოვოზე. რა, ახლა არ გადამრიო. დიახ, ასე რომ შეიძლება ზოგჯერ თქვენს გამოძახებულზეც მოვიდე აქ. კი, მაგრამ როდის უნდა მოასწრო თან მისაღები გამოცდები, თან მუშაობა? არსად ჩაბარებას არ ვაპირებ წელს. რა, რატომ? იმიტომ რომ ჯერ ზუსტად არ ვიცი რა მინდა. შეიძლება სულაც არ მინდოდეს უმაღლესში სწავლა. რებს ამბობ, სანდრო? შენმა მშობლებმა იციან? დიახ, რა თქმა უნდა. კაი, გავიქეცი, დიდი მადლობა. მე ხომ სადარდებელი არ მელევა რა. ბებო, მე ჩავაბარებ უმაღლესში. შენ თუ ასე ძალიან გინდა. წავედით. აბა ერთი კვირით გამშვიდობები. და მალე გაიგებთ ახალ ამბებს. შამი თეთრი კარავიდან.